მოგესალმებით, ბრუნდებით Mountain Blade Bannerlord-ის მე-14 ეპიზოდი და მოკლედ ახლა უცებ გეტყვით რა ხდება და როგორ ხდება და რას ვიზავთ. ესე იგი, ჩვენ წინა ეპიზოდში ვისაც გახსოვთ, ასერაისთან მქონდა ბრძოლა, ასერაიმ ზავი დაგვიდო, ასე რომ ასერაის აღარ შევეხები ახლა და რატო? ხუზაიტებთან გვაქვს ისე ბრძოლა და ხუზაიტების განადგურება მინდა მოკლედ თავიდან ბოლომდე რადაც არ უნდა დამიჯდეს. ამ ეპიზოდში ხუზაიტები უნდა გავაქრო კლარდიის რუკიდან. ეხლა რა სიტუაცია არის კიდე? ხო, არმია შევკარი, ოდოგთან მოვა, რამოდენიმე ლორდი კიდე გადმოვიბირე და აქ დავასრულებს ლორდებს აღარ გადმოვიყვან, თუ ბრძოლაში დავატყვევებ, ხოლოდ მაგ შემთხვევაში ვეცდები რომ გადმოვიყვანო. სხვა შემთხვევაში ვიდეოს გარეთ აღარ ვითამაშებ და ლორდებს აღარ გადმოვიყვან, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი ლორდი გვყავს უკვე. ეს არის ჩვენი კლანის და კლანელების სია, ესე რომ ვთქვათ, ორი დაქირავებულიც მყავს, ესენი დაქირავებულები არიან და ესენი დიდი ალბათობით მალე წავლენ, როგორც ხდება ხოლმე რა. ერთი-ორჯერ დაგვეხმარებიან ბრძოლაში და მე ალბათ დატოვებენ ჩვენს სამეფოს, ალბათ. შეიძლება დარჩნენ. რამოდენიმე კიდე გადმოვიბირე და თუ დამჭირდება მე ჩემს კომპანიონებს მივცემ გვარებს და ჩემ კომპანიონებს ვაქცევ ჩემს ასლებად. ხო, როგორც ვთქვი, ამ ეპიზოდში თავიდან ბოლომდე მინდა ხუზაიტების განადგურება დიდი ალბათობით მალე ზავს დაგვიდებენ, მაგრამ ჩვენ თავიდან დავუწყოთ ომი და თავიდან გამოვუცხადოთ ომი და თავიდან გავანადგუროთ მოკლედ ეს ხუზაიტები. ისე როგორც ჩვენ გვინდა, ისე როგორც გავანადგურეთ სტურგია და ვლანდია. ამასობაში ერთი ინფორმაცია კიდე მაქვს თქვენთვის. სამხრეთის იმპერია აღარ არსებობს. ეს მე მგონი აჯანყებულები არიან, საერთოდ აჯანყდნენ. და სამხრეთის იმპერია თავიდან ბოლომდე განადგურდა. აღარ არსებობს მოკლედ. ახლა ვერ შევიდე დიპლომატიაში. ხო, სამხრეთის იმპერია აღარ არის და ეს დარჩა მარტო რა. ამათი სიტუაცია, ბევრი ორი ქალაქი აქვს, ერთი ციხესიმაგრე და ამათი განადგურებაც შეიძლება უკვე. ამათი ტერიტორიების ჩვენს ტერიტორიებად ქცევა უკვე შესაძლებელი არის, მაგრამ ჯერ ხუზაიტების განადგურება მინდა. მოკლედ, ხო გახსოვთ, მე-4 ეპიზოდი იყო, მე მგონი ხუზაიტების მეფე რო დავამარცხეთ მონჩუგი. მაშინ დავატყოვე და გავუშვი, მაგრამ უკვევსო, ეხლა გავერთოთ მოკლედ და ვნახოთ როგორ ლამაზად ძვრება თავები ნებისმიერი სამეფოს ნებისმიერ ლორდებს და მეფეებს რა. აღარ ვაპირებ, აღარ მაინტერესებს ურთიერთობა თუ ჩემს კლანთან და ჩემს ოჯახის წევრებთან ურთიერთობა გამიფუჭდება, relationship-ი ფულით მოვიმატებ, არ არის პრობლემა, დაუდონატებ გოლდებს და მაქედან გამომდინარე მოვიმატებ. ხო, ეხლა ნახეთ რა სიტუაცია არის. სალამ ვისეიჯზე ვიდექი ოდოგთან. ასე რაიმე გამოგვიცხადა ომი. ეს ჩემთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან როგორც დასაწყისში თქვი, ძალიან ბევრი ლორდი მყავს და აგერ უკვე გიპორმა და ლარამ არმია შეკრიბა და მოკლედ ესენი ებრძოლებიან ასერაის რა. ჩემი აზრით დიდ წინააღმდეგობასაც გაუწევენ და დიდ პრობლემას ჩვენ ვერ შეგვიქმნიან. თუ არა და როგორც კი ხუზაიტებს დავასრულებთ, გადავინაცვლებთ მოკლედ ასერაისკენ. კაი, კედლები ჩამოუღეთ. აღარ აქვთ ვაფშე დაენგრათ. ხო, კი ბატონო, ეგრევე ტრუპები გავუშვათ ახლა. 188 კაცი მოგვიკვდა, არა უშავს 3000-ნი ვართ მაინც. ეხლა არმიას გამოჯამთელდება, ვნახოთ აბა აქ თუ ვინმე დავიჭირეთ, ვერც ვერავინ. ოდოკი წავართვით ამ საცოდავებს ამათ და ეხლა საით. ეხლა წავიდეთ ჩვენ აკალატისკენ, აკალატი ავიღოთ. ამ აკალატს რო ავიღებ, მე გადმოვალ აქეთ, მოდი მოვნიშნო მაინც. მე უცებ სხვანაირად არ ვიმოქმედო. ესე ეხლა აკალატისკენ წავალთ. აქ რა სიტუაცია იყო? ერთ-ერთი ხუზაიტი ლორდი გადმოვიბირე და ეს ტერიტორიები იყო ჩემი. ეს ირაიტოსი და ჯაგურისის ციხესიმაგრეები. იმ ლორდის იყო, რომელიც გადმოვიბირე ჩემსკენ, მაგრამ როგორ ჩანს, სანამ მე აქ მოვედი ასერაიდან ოდოგში, როგორ ჩანს დაგვიკარქავს. არა უშავს, ამათაც დავიბრუნე, მაინც უდათ აქვს მოკლედ ამ ასერაის საქმე რა. დღეს დასრულდება ასერაი რაღა იყო და ხუზაიტები დღეს დასრულდება თავიდან ბოლომდე რა. ამ რუკიდან გავაქრობთ ხუზაიტებს. უცებ ესენი ავაშენოთ. ესე კოზიშენი მოვიმატო ცოტა. ოკეი, ეხლა აქაც კედლებს ჩამოვიღებ, აქაც ტრუპებს გავუშვებ. ეგ არის. აქაც ტრუპები გავუშვათ. 112 კაცი მოკვდა, არა უშავს, პრესონერები ავიყვანოთ. 112 კაცი კი მოგვიკვდა, მაგრამ სამაგეროთ აქ გამოჯამრთელ, აქედან შეგვიძლია აყვანა. ესე 62 ცოტას ახლა ჩემიანებს მიცემ.
დაახლოებით 10 კაცს. მოდი ამას ვიცეთ. ამას საკმაოდ სუსტი არმია ყავს და საკმაოდ ცოტა. აი ესე საკმარისია. აკალატი ავიღეთ, მე რამდენად უკვე არ ვიცი, მაგრამ კვლავ ავიღეთ, ხო, ეს ასე ავიდათ უკვე ამათ ეგზოშენი დიდი ალბათობით დაგვნებდებიან. ეგ არ არის დიდი პრობლემა ჩვენთვის. ოპა, გრანტონი აუღიათ ამასობაში, დავუთმოთ, მოდი სიჩანის მივცეთ. ხო, აი ეს აკრუმი. აკრუმი გადმოვიყვანეთ და აკრუმის იყო მოკლედ ის ტერიტორიები რა. ჩვენს შემადგენლობაში გადმოვიდა ესე რომ ვთქვათ, მაგრამ აკრუმის იყო. და როგორც ჩანს აგვართვეს. მოდი ახლა მე ცოტა არმიას კიდე გამოვიძახებ. მშვიდობა. ზავიდადეს. ცოტა არმიას კიდე დავიმატებ. რომლებიც უფრო ახლოს არიან, აი ესენი. ტყუილა არიან მაინც, ეს არ მინდა. აი ბისეიჯზე კი დავდექით, მაგრამ მე მგონი ხუზაიტებს სამხრეთის იმპერიასთანაც ომი აქვთ. ერთი წამი. კი, აი ნახეთ, სამხრეთის იმპერიასთანაც ომი ქონია ხუზაიტებს, მშვენიერი, ესე იგი ჩვენ აქედან სამხრეთის იმპერია იქიდან და შევასუსტებთ თავიდან ბოლომდე. ეხლა ამ მომენტში კი მაწყობს, რომ სამხრეთის იმპერიამ 1-2 ტერიტორია წაართვას. არ იქნება ეგ ჩვენთვის თლად კატასტროფა თუ ჩვენს სახელმწიფოში ვერ გადმოვა ხუზაიტების ტერიტორიები, იმიტომ რომ ხუზაიტებს გავაქრობ თავიდან ბოლომდე. და მოვიცლი ასე რა ისთვის და როგორც თქვით, მე მგონი მე 11 ეპიზოდში ვთქვით თუ მე 12-ში აღარ მახსოვს, სამხრეთის იმპერია მინდა რომ ბოლო ლუკმა შემოვინახო და სამხრეთის იმპერიას მოკლედ ბოლოს ვებრძოლო რა. აი აქ კედლებს ახლა ჩამოუღე. იქნება 1-2 ლორდიც იყო შიგნით, ვინმე დავიჭირო და თავი გავაზრო ეგრევე ქათამივით. აი სიამოვნებას კი მივიღებთ მაგითაც რა, უკვე დროც მოვიდა. 1800 წელი არის და ვისაც გახსოვთ. თავი მოვკვეთე 2 ადამიანს მარტო პირველ ეპიზოდში. აი ჩემი დაძმა როცა დავიბრუნე. თუ სწორად მახსოვს, მაშინ ხო რა. პირველ ეპიზოდში მოვკვეთე 2 ადამიანს რა, ვინც ჩემი ოჯახი მოკლა, აი იმათ. იმის მერე თავი არ მომიჭრია საერთოდ არავისთვის და დროც მოვიდა, თორე ეს ლორდები ძალიან გვიტრაკებენ საქმეს. აი ამათ დაგითმობთ ვინმეს. არა მაქვს პრობლემა. ეხლა როგორც თქვით, აქედან გადავალ. აი ამ სიმირას ავიღებ. ვარემ ესე ჩვენს სახელმწიფოში გადმოვიყვანოთ ეს ტერიტორიაც. საქართველოს ტერიტორია თუ აქციოთ. ხო, იმას ვამბობდი, რომ 2 ადამიანს მოკვეთე მარტო თავი, იმის მერე მე თავი არ მომიჭრია არავისთვის. რაც იყო იდეალური სტრატეგია ესე რომ ვთქვათ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ლორდთან მქონდა კარგი ურთიერთობა, მათ შორის უმეტესობა ჩვენი მეგობრებიც იყვნენ და ძალიან ბევრი ლორდი გადმოვიყვანე მოკლედ ჩემს ხარეს. რის შედეგსაც ახლა თქვენ თვითონაც ხედავთ, აი დააკვირდით, აქეთ არმია არის შეკრებილი, რამოდენიმე ტერიტორია აიღეს, ზოგი მედამითმე, ზოგი თვითონ დაიტოვეს. და მე არ მაძლევდი ხმას და ამათ დაუტოვე უფრო სწორად. აგერ ეს ჩარასი დაკარგული იყო და საერთოდ აუღიათ. ეხლა აქ არის ალყა და დიდი ალბათობით ამ ალყასაც მოხსნია და მოკლედ იდეალური სტრატეგია იყო ეს თავების არ დაჭრა სხვადასხვა მეფეებზე და ლორდებზე. კარგი, ეხლა მე შევუდგეთ ჩვენს საქმეს. სიმირაშიც მივედით. აქ რამდენი კაცია? 639 კაცია. ნახოთ ახლა არმია გამოჯამრთელდება თუ არა, ან საერთოდ რამდენი გამოჯამრთელდება. და თუ რამეა ეგრევე თუ ბევრი გამოგვიჯამრთელდა 2000 კაცს თუ აუცდით ტრუპებს გაუშვებთ თუ არა და შეიძლება შევიდე და ვიბრძოლო. აი ოკეი, მოდი აქაც ტრუპებს გაუშვებ და თუ რამეა შემდეგ ქალაქს როცა ავიღებ, იქ შევა. 174 კაცი მოკვდა, მე მგონი უკვე დრო არის რომ შევიდე და ვიბრძოლოთ. აი, ახლა არმია უცებ მოვაძლიეროთ. აი ესე. 125 კაცი აქედან შეგვიძლია ავიყვანოთ. მოდი რამდენიც გვინდა იმდენი ავიყვანოთ ზუსტად. აი, ბისეიჯზე დავდექით, არმიებიც მოგვივიდნენ, რომლებსაც დაუძახეთ. საკმაოდ ბევრი ვართ, 2200 კაცამდე ავდივართ და კიდე დაახლოებით 500 კაცამდე მოსასვლელი არის. და მე მგონი 1-500 კაცი კი დაგვემატება კიდე მეტი, იმიტომ რომ უმეტესობა ამ ვასლების არმიიდან გამოსაჯამრთებელი არის.
და მე მგონი უფრო გავიზრდებით. ამასობაში აქ რა ხდება? ხო, ეს ერთი კედელი ჩამოვიღეთ თითქმის, ამასაც ჩამოვიღებ, აქაც ტრუპებს გავუშვებ. აი, აგე მშვენიერი, ესე ჩვენთან მოვიდა, ესე ჩვენთან მოდის და გვჩება ეს, რომელიც არის 3 დღის სავალზე. არა მგონი ეხლა ამანამ ციხესიმაგრის აღებას მოусურს. მაგრამ მოვა და იქით დაგვეხმარება თან, ცოტა შევსუსტდებით და ცოტას მოგვაძლიერებს. აი, ესე ჩამოვიღეთ აქაც ტრუპებით უცბად. 65 კაცი მოკვდა, ცუდია. არა უშავს. საჭმელი ქონდათ, საჭმელი არ ქონდათ, საჭმელიც საყიდელი გვაქვს. კაი, ეხა ჩაიხანჩი რომ მივალ. იმ ჩაიხანდიდან წამოვიღებ საჭმელს უეჭველი, თორე საჭმელი აღარა გვაქვს. კაი, ეხლა რა სიტუაცია არის? აქეთო მხარე მოვასუფთავებთ ერთი სიტყვით. ო, აქ ალყა არის. სავარაუდოდ სამხრეთის იმპერია დადგა ალყაზე. აქეთაც ალყა გვაქვს ჩვენ და აქ ალბათ ხო, აქ ასე რა იქნება დიდი ალბათობით და ჩემი ვასლები არმიას აღარ კრეფენ. თუ კრიბავენ. ხო, მე მგონი კრიბავენ უფრო სწორი არის. და რატო შვებიან ესე არ ვიცი. შეიძლება ცოტა რომ დაგვისუსტდა არმია მაქედან გამომდინარე. ვაფშე ხუზაიტებთან შეგვიძლია, ხუზაიტები რა გაიყო და ასე რა ის და შეგვიძლია ჩვენ ზავის დადება. 1760 ინფლუენსი გვაკლდება, მაგრამ არა უშავს, მოდ დაუდოთ ზავი ასე რა ის. აღარ გაგვაწვალებენ, იქით ამ მხარეს აღარ შეასუსტებენ ჩვენსას. მე მანამდე სალამ იმათმა თავიდან ომი გამოგვიცხადონ, იმედი მაქვს რომ ხუზაიტებს გავაქრობ. და ჩვენს დასახულ გეგმა შევასრულებ და მერე გამოუცხადოთ, მოდი ასე რა ის ომი. რავი, ჩემი აზრით, კაი იდეა არის. ოკეი, ეხლა ჩაიხანჩი მივალ, ხო რა ჩაიხანჩი მივალ. აქ ბისეიძე დავდგები, ამ ციხესიმაგრესაც ქალაქსაც ავიღებ და საჭმესაც ვიყიდი. აქეთ მილიონის ციხესიმაგრეს ალყა აქვს და იმედია ხუზაიტები არ არიან ეხლა და თუ ხუზაიტები არიან, იმედია გაათავისუფლებს სამხრეთის იმპერია, თორე ეგრე კიდევ ერთი ციხესიმაგრე გვექნება წასართმევი ხუზაიტებისთვის. კაი, ეს აიღონ მაწყობს. იმიტომ რომ ჩვენ ცოტა ეგზოშენი დაგვრჩება. ოკეი, ვიღაცა აჯანყებას აპირებს როგორც ჩანს. ავდგები, 1024 კაცი, მშვენიერი, ცოტა მომენატრა თამაში. აი, ეგ არის კედლები ჩამოუღეთ, ჩამოუნგრიეთ ყველაფერი. ეხლა მოდი შევალ და აქ ვიბრძოლებ, ცოტას გავერთობი ჩემი ახალი პოლიარმიით. იმედი მაქვს რომ მოვიგებთ. აი, იმედი რა უეჭველი მოვიგეთ ამ ბრძოლას. და საკმაოდ შევასუსტებთ ამ ქალაქის წართმევით ხუზაიტებს. იდეალური არის მოკლედ ყველაფერი. ეხლა მე სადა ვარ? რატო ვარ ეს ბოლოში? თუ ავდგა, მე აგერა ვარ. მე ვიქნები, აი, მოდი აქ. სო. აი, აქ ყველაფერი მშვენივრად არის. ყველა შეტევაზე. ეგ არის. აი, ესე ჩემი ახალი პოლიარმი გიჟივით არის. და წავიდეთ, აბა პირველი კილები ვაკეთოთ ამით. ესეც ავიღეთ, ჩაიხანდი, ახლა აქ უცებ გავუშვა ტრუპები. პრისონერები წავიყვანოთ.
როგორც ჩანს, აქ არავინ ლორდი არ იყო. ავიღოთ მოკლედ ეს ყველაფერი. ეგ არის. ჩაიხანდით, ავიღეთ. დიალური 1946 კაცი 1597 კაცის წინააღმდეგ. მოდი მე დავიცავ ამას ვაფშე. ესე გაშლიზე ბრძოლა არ მინდა. 200 ტრუპს კი ვკარქავ, მაგრამ ეგ არაფერი. შევიდეთ და ესე ვიბრძოლოთ. მე მგონი იდეალური იქნება, სულ რაღაცა 300 კაცით მეტნი ვართ. ეხლა უცებ რო გადავხედო რა სიტუაცია არის. აუ, არც მინახავს კედლები ჩამონგრეულია. როგორც ჩანს არა. იმედია მეისრები მყავს ეხლა. ხო, არა, კედლები საღია აშკარად. ერთი წამით ხენ რა საკეთებ შენ არ ვიცი, მაგრამ ეხლა არჩერები რამდენი მყავს? 33, 23, 23. Everyone! ერთი წამი ჯიგრებო არ მინდა ევრივანი. აი თქვენ follow me მიგეთეთ. ჩამოდი შენ ჯიგარო ცხენიდან. აჩუ ნახვი. აჩუ. მეისრები მოდიან. შემიანები ყველაზე მეტი უფრო დავხოცე ვიდრე ამეთქო. წვეჩი ვიდა. მოგროვებული ხარ თქვენ ვინაცვალეთ? აუ. საქსოდაულ. გარბი ვართო? ეხლა ჩავიდეთ და თქვენ რა ხდება ჯიგრებს საით? გარბი ხართ? მოგაგენითო? თქვენ ჯიგრებო ესე მოქმედოთ რატო გახართ? თუ არ დამეღარით? ნახე საიდან ამოდიან ტიპები. აცდა. ოკეი, მომიცი. აღარ მინდა ამ უნდა ვიბრძოლო რა. აი ესენი ავიღოთ. მოდით აქ მოდით დავატოვე. მინდა ვთქვი ჩათლახი იყოს. ოპა რა გადამიჭირა ტიპმა პოლიარმი. აბოროტი. ჯი. აიდან მოტვინე რომ აქ გიყავდი შეახვარო. აუ ტიპს რა გიჯერია ძმა ხელში რა არის ნამგალია. ჩემი კა ისევ ზევაჯს მოდანჯობა. ეგ არის შვენიერი გამარჯობა მოვიპოვეთ. გავასწორეთ მიწასთან ეს არასწორები. ეს დავიცავით 86 აუვიდათ. აქედან ეხლა მე როგორც თქვია ეს უნდა ავიღო, ეხლა გადავალ. აქეთან მხარეს გავასუფთავებ და მერე დავიწყებ მაკებიდან. იმედია მანამდე ამას არ აიღებენ და მოვყვები და მოკლედ მოვასუფთავებ თავი და ბოლომდე ამ ხუზაიტების ტერიტორიებს. ეხლა ნახეთ რამოდენიმეს თავი მოვაჭერი. მოვაძრე და მტრების სია უკვე გამეზარდა. ეგრევე.
დააგვაო ცუდი ურთიერთობა მაქვს უკვე ყველასთან, მაგრამ ყველასთან რა ამათთან რა, მაგრამ არ მადარდებს. თავარია ლორდები მოვაშორეთ. ეს სტატუსის ტრეიტის სტატუსი უკვე ავიღეთ. შვენიერი სულ რაღაცა 3 ლორდს მოვაძრე თავი და მათ შორის ერთ-ერთ გავლენია ლორდს ილიტარს. ეგრევე ტრეიტი მოვანიჭეს რა. ოკეი, აქ რა ხდება? სერაისთან, სერაისთან ამე წავიდავდეთ. ძალიან ცუდად აქვს ძალიან ცუდად არის მოკლედ ხუზაიტების საქმე რა. ვეღარაფერი ვეღარ უშველის დედამიწის ზურგზე. ეხლა ეს აერონის არმიაც მოდის. აერონის დაგვეხმარება დიდი ალბათობით. თუცე მამე დაკრო გავიაროთ. ეს რო არ აიღონ. იქნება მაქვე დავამარცხო. იდე არმია რო დავიმატოთ, მე მგონი ურიგო არ იქნება რა სიტყვით. ესე მოის ტყილი არია, მოდი დავიმატებ. აი, ასე ვინც არის ყველას გამოვიძახებ. აი, ესე დამჭირდება ესეც. აი ეს. ამას დავტოვებ. დანარჩენი მოვლენ ახლა კიდე უფრო გავიზდებით. 352 კაციანი არმია დგას უკვე აქ რა ხანია ძმაო რავი. რით ვეღარ აიღეს. ეს ციხესიმაგრე ასე ვერ მოდივარ. მოდი იქნება თქვენგან მიგიბიროთ. არ უნდა ამოსვლა რა ხდება? ჩემ ბიჭს შვილი შეეძინა ფარნავას უკვე ბაბუაც გავხდი დაუბერდი რა ვაფშე რამდენი წლისა ვარ 46 წლის ყოფილი ვარ დაუბერდი უკვე დავშე რა ხელად რო გავიდო 1800 წელია მამედ რაღა გინდა 1909 წელი ხდება უკვე თქვენი მედია ეხლა არ ადგებით ბისეიჯიდან ხო არა დაგიხართ მოდით ბიჭო თავები უნდა დაგაწურც ყველას საჭმელი მომეცი ჯიგარი ხარ აი 99-ზე აქვთ უკვე შეიძლება დავგნებდნენ არ არის გამორიცხული მე მანამდე იქ მივარ და იქნება მოვასრო ეს ციხესიმაგრე წავართვა და აქეთა მხარეს დამჩება მარტო სირაიტოსი და მე ვაკებიდან შეუდგები ჩემს საქმეს რა დავგნებდნენ აუ ეს ეხლა twins წაიღებს მე ამის გამო არ მევასება მარტო თავების დაჭრა რა -21-იო რაღაცები რავი კიდე მოვაჭერი ერთ ლორდს თავი და მე მგონი კიდე გაგვიფუჭდა ხო ურთიერთობა ტრები გაგვიზარდნენ აბარა იმედია ჩემიდან არავინ არ არის ასერაისთან გაგვიფუჭდა ასერაის წევრებთან და ხუზაიტების წევრებთან გაგვიფუჭდა უფრო ურთიერთობა ეს ვიპონი ვაფშე ვესტერ იმპერიიდან არის აი ეგ არაფერი კიდათ არ მანაღლებს ჩემ კლანთან რა ხდება ამათანაც საკმაოდ გამიფუჭდა ურთიერთობა უმეტესობასთან სურვანიძესთან ცოტა მოდი ამა ცოტა გოლს მიცემ ეხლა ამისთვის ამცალია სათითაოდ რომ დავყვე მე აქა და უყურო ვისთან გამიუნჯობესა და ვისთან გამიფუჭდა თუ რამეა მე ვიდეოს გარეთ დაურიგებ ცოტა გოლდებს და გამოვისწორებ ურთიერთობას ჩემს კლანის წევრებთან სკილი აგვიძლიერდა იდეალური რა ხდება დინარის ციხესიმაგრეო გოდუნს დაუთმოთ ყველაზე მეტი ხმა ამას გქონდა კაი ხუზაიტებთან ზავი კი გვაქვს ჩვენ მაგრამ რა თქმა უნდა დავასრულოთ თავიდან ბოლომდე ხუზაიტები აქედან გამომდინარე განვაახლებ ომს ხუზაიტებთან ამასობაში არმიას დავიმატოთ მოდი ასე ლამაზად ვინც ახართ მოკლედ ყველა მოდით აი ესენი არ მინდა ვინც ძალიან შორს არიან შენ ჩემთან ახარ ამეთ ორი დღე გინდა მე მგონი მოსასვლელად და შენ არ მინდა შენც არ მინდა რომ მოხვიდე ჩემთან შენც დარჩი ჯიგარო ოკეი დანარჩენი მაწყობს ეხლა გადავუწვოთ უცებ ქალაქი იარა და სოფელი და დავცხოთ ეგრევე დავარტყათ ჯოგურისის ციხესიმაგრეს აუ წარმომიდგენია მათ რო ეხლა
ყველას არმია ყავდეს ბოლომდე, რაც აქვს მაქსიმუმი. წარმომიდგენია, короче, ხელა არმია მეყოლება 1-10,000 კაცამდე მეყოლება, მე მგონი მარტო მე რო გამოვიძახო ყველა. ძალიან დიდი არმია გვეყოლება. ოკეი, აქ ტრუპები უცბად 5,000 კაცამდე. აი, დავიმატოთ ესენი, აქედან რამდენი 65 მედიკაციო ავიყვანოთ. არმიას გავაძლიეროთ. ეგ არის, ესეც წავართვით ხუზაიტებს. იმედია ბოლოზავი იყო, რაც დაგვიდეს და მოვასწრებთ განადგურებას თავიდან ბოლომდე. ეს დაგვიკარქავს? როგორც ჩანს, ეს დავკარგეთ. მე მგონი აქ იყო ალყაც ახლა, ხო? ოკეი. ახლა რა ხდება? სირაიტოსთან ავიდეთ. სირაიტოს ავიღებ. ამ მაკებს ავიღებ, მე ამას ავიღებ არემ ზემოთაც ავალ და მე დავყვები ქვემოთ. მატილდას შეძინა შვილი ვახტანგ, ჩემს ძმას და ჩემს რძალს. ამ სიბერეში რა გამოვასწარით. ისე მამე 1-2 შვილის გაგდება მე ჩემი ძლია. მე რა, ჩემს მეუღლეს, რო გამოვიძახო. ჯაკულიონში არის. მოდი აქ ჩემ არმიაში შენ ჯიგარო. მე მგონი მე ერთი ფარტი და ხო, აი ერთი ფარტი არ ამყავს. გაიზარდა. მოდი ამას გავუშვებ. ჩემი ძმიშვილი გაიზარდა. მაგას გულისხმობდი. კარგი, წავიდეთ ახლა სირაიტოსისკენ. ეს სირაიტოსიც ავიღოთ და მე როგორც თქვი, მაკებს ავიღებ. ამ ტეპეს ციხესიმაგრეზე ავალ და კაისარის ციხესიმაგრეზე ავალ მერე. გიპორს დავუთმოთ. ამათან ურთიერთობა კარგად მაქვს. ხო რა, მარტო ამასთან მაქვს 70, ეგ არაფერი. ბატანიასთან უნდა თომი. მიღადავები ბიჭო ოსპირ. არ მინდა ძმა. ინფლუენს კი ხარჯავს აკაიბოთ, მაგრამ იზვინი შენთან. ოსპირ. ბატანიასთან მე ბრძოლა არ მინდა, შენ თუ პრობლემები გაქვს, არ ნიშნავს რომ თლიანი საქართველო უნდა ჩაერთოს ომში. ბატანია ცოტა მერე. ბატანიასთან ომს დავიწყებ იმის მერე, აი ამათ რო გავანადგურებ და აი ამორს რო ამაჯარყებულებს რო ჩავახშობ რა ერთი სიტყვით. ჩარასი აუღიათ, აკრუმს მივცეთ. ეგ არის უცებ ტრუპები გავუშვათ. 78 კაცი მოვიდა, პრისონერები წავიყვანოთ. ნაჩეინ დაიტოვეთ, ყველაფერი თქვენი იყოს, არ არის პრობლემა. ესეც ავიღეთ. კაი, ახლა რა ხდება? ალყა გვაქვს ჩვენ ბალტახანზე. აუ, აქეთ ეს დავკარგეთ კიდეჩი. აი, ეგ არაფერი. მაგას დავიბრუნებთ. მე მგონი ბალტახანს დავკარგავთ. სანამ იქ მივიდე ბალტახანში, კაი გარნიზონი არ ყავდა დატოვებული, როგორც მახსოვს. მე მგონი ბალტახანს დავკარგავთ, სანამ მივიდეთ. კაი, თუ დავკარგავთ, დავიბრუნეთ ეგრევე, არ არის პრობლემა. ის ბალტახანს წავართვებთ, ჩვენ მაკებს წავართვებთ, აგერ უცბად. ეხლა ნახეთ რა სიტუაცია არის. მაკები ავიღე. 2 ლორდი ავიყვანე ტყვედ. ერთი არ გადმოვიდა ჩემ ხარეს, მაგრამ ეს კინტენბეგი, რომელთანაც ძალიან ცუდი ურთიერთობა მაქვს, ჩემ ხარეს გადმოდის. რამდენი უნდა? 8 მილიონი? 800,000 უნდა. აი პრობლემა. ესეც მორიგი ლორდი და დიდი ალბათობით ახლა ამის ტერიტორიები უნდა გახდეს ჩვენი ტერიტორიები. ბეიჩერს თავი მოვაძრე ვაფშე. ხო, აი ნახე. ამას ვამბობდი, ეს აკისერის ციხესიმაგრე ხო ავიღეთ, მე კიდე ხო დავკარგეთ. ამის ყოფილა ახლა ვინც ჩვენს ხარეს გადმოვიყვანე. და დაგვიბრუნდა ისე მშვენიერი. იქნება 1-2 ლორდი გავაძრო. აი ეს ორტონგრადი და ეს ციხესიმაგრეები ვისიც არის. და იქნება უბრძოლველად დავგვითმო, იდეალური იქნება ჩემი აზრით. ეგზოშენი 59-ზე ავიდა ამათი. მაგის გამოსახება ვაფშე არ შემიძლია ახლა? მე მგონი და შევძლო. სად არის? აგერ არის. საკმაოდ ცუდი ფარტი ყავს, მე მგონი. თუ ეს მისი ერთ-ერთი ისა. ამას ნახოთ ზემოთ აღვეთ. თუ ჯერ მე მგონი არ შეგვიძლია მაგის გამოძახება. აი ამათ საჭმელი ვაფშე არ აქვს და 68 კაცი დარჩა. და მე მგონი სალამ ჩვენ ორივე კედელი ჩამოუნგრიოთ, მე მგონი ვაფშე უბრძოლველად ავიღებთ ამ ქალაქს.
რავი, ნახოთ, აბა დაველოდები ცოტა ხანი. ამ კედელსაც მოუნგრევ. ეს კატაპულტა შენ ამასაც მოვუნგრევ და ნახოთ, აბა. თუ მანამდე თვითონ არ დაგვინებდნენ? გაიზარდა. კტურეთი დაგზნიან თუ რა იყო? გაუწებ ესეც ააშენო, ბარე მოუნგრიოთ. იმედია მანამდე აუ რა დებილი ვარ ჩემი. აუ რატო არ დავაკვირდი? სად მიდიხარ ჯიგრებო ერთი ძამით იზვინით, შემთხვევით მომივიდა. არტი ვაფშე პარტიში. აუ შემთხვევით მომივიდა, ვაპატიეთ. როგორ ვიხართ ეგრევე გიჟებივით. აუ ყველას აყო ნახეთ რა ხელა ფარტი დაიშალა ბიჭო რატო არ დავაკვირდი ჩემი რომ მალე მიტოვდებოდა ხო რა აღარაფერი აღარ არის ეს აისოს უცებ ტრუპებს გავუშვედოს რა ისე კაია რომ დაიშალა მანამდე მოიხოდებიან ისე ინთავისთვის უმეცია პრისონერები ჯიგარო საჭმელი ქონდათ არ ქონდათ ოკეი, ესეც წავართვით. აქ რა სიტუაცია, გამწარებული ბრძოლობენ ტიპები მენა. რა ხელა ფარტი დავშალე, შემთხვევით ბალტახანდი დავკარქეთ დინარის ციხესიმაგრეზე საერთოდ ალყა არის. ეხლა მე დინარის ციხესიმაგრესთანავა. ესეც რო არ წავართვან და მე ძალიან ტვინი რო არ გაგვიბურგო. მიდით თქვენ გენაცვალეთ. ერთი წამოს ვაკეთებთ. შეწადე ამ ჭირდები თქვენთვის მე მოვიცლი ეს საჭმელი მომეცით ჯიგრებო კაი მე ხლა უნდა წავიდე აი აქ დინარის ციხესიმაგრეზე აუ მანამდე დანებდებიან რა მაგარია აი ასე ავიდოთ ეხლა დანებდებიან უცბად კაკრას მაწყობს მე ეგ სიტუაცია ჩემ არმიას ეხლა ვაფშე დავშლი უტრუპები არ აყავთ ტიპებს. აკენა ყველაფერი მომეცით. მეც მოვიხოდები, ჩემი არმიაც იმედია მანამდე მოიხოდება. და ეგრევე გამოუცხადოთ ხელთავიდან ომია, არასწორებს, მანამდე საჭმელსაც ვიყიდი. მოდით აბა უცებ დანებდით. ეგ არის. ეხლა ბალტახანში მივიდეთ, უცბად. კაი, მოკლედ მეგობრებო, ეხლა ძალიან რო არ გავწერო ეპიზოდი. მეც მოვიხოდები, ჩემი არმიაც იმედი მაქვს მანამდე მოიხოდება, გამოვიძახებ ყველას თავიდან და დავუწყოთ ომი ისევ ხუზაიტებს და მე მგონი გავანადგურებთ უკვე ამ ხუზაიტებს თავი და ბოლომდე. აი, ეგ არის არმია შევკარი. ცოტა მოვიხოდე, ცოტა დავკარქე, ჩემიანები საკმაოდ მოზლიერებულა და მე ისევ ვიშოვე ბევრი ტრუპი რა. რავი, კაროჩი. ხო, ცოტა ვიჩეთეროთ. ეხლა აქ შევიდეთ, თუ რამე საჭმელი აქვს, ყველაფერი ვიყიდოთ. ეს ვული არ არის საჭმელი. აი, ამგეს დავართვევ ყველაფერს, ამ საწოდავებს. ეხლა მოდი რომელიმე ლორდი ვნახოთ. მაგალითად ეს იყოს. და ომი გამოვუცხადოთ. აი, ესე. მოიცა. აუ, ხო, სულ მოვიწყდება რომ ამათან ესე არ შემიძლია ბრძოლისას. მოდი შენ ჯიგარო. არა მაქვიხარ. ჩემთან არ გადმოყვართ. დააბრალეთ საკუთარ თავს. ეგ არის, უცებ ტრუპები. მოდი ციხეში ბიჭო, enough კი არ არაფერი არ გისშველი საერთოდ ამ ქვეყანაზე. საჭმელი მომეცით აქ. აი ესე. ეხლა ბალტახანდი დავიბრუნოთ. აუ, ამათ კიდე ომი აქვთ, მე მგონი. სამხრეთის იმპერიასთან. ორი დღის საჭმელი დარჩა და ამ საწოდავებს. აუ, ეგრევე ჯიგრემა არმიის შეკრება რო დაიწყეს. ვინც გინდა და რამდენიც გინდათ ეხლა იმდენი შეკარით, არაფერი გიშველი და გილოცავთ, ასე რა, ისე ომი გამოგვიცხადა. ვენაცვალე ასე რა ის. ხუზაიტებთან, ხო, სამხრეთის იმპერიას ისე ომი აქვს, რა თქმა უნდა, აწყობდა ჩვენთან ეგრე მალე გამოცხადება. ზავის და ეს მე მგონი აჯანყებულები, აუ ეს თუ იცით დამიწერეთ კომენტარებში რა ხდება, მე მგონი აჯანყებულები არიან. აი ასე რა ის მიხედავენ, ჩემი ვასლები.
მე მანამდე ხუზაიტებს დავასრულებ თავი და ბოლომდე ეგ არის კედლები ჩამოვუღეთ აქ 403 კაციანი არმია დგას ალბათ კიდე შეგროვდებიან იქით ალყა შემოგვარტყა ასერაი მაგრამ მირონმა არმია შეკრიბა სავარაუდოდ ასერაის ეხლა გაუწევს წინააღმდეგობა საჭმელი აღარა აქვს 317 კაცი დარჩა და ჩემი მორიგი ბიჭი გაიზარდა ლაშა 1108 წელს გახდა სრულწლოვანი აი ასე ჯერ პატარა ბავშვი იყო ესა დიდი ალბათობით 14 წლის ასაკში უკვე და ეს უკვე 18 წლის კაცი შვენიერი ესეც მორიგი ოკეი ჩვენი ბიჭი გაიზარდა ეხლა სად არის ვახტანგი ერეკლე აი ლაშა ეპიკროტიაში ყოფილა აი ამის მერე ამას გამოვიძახებ გამოვიხმობ ჩემთანს და ცოტას მოვხოდავ აი აქ ტრუპები უცბად 77 კაცი მოკვდა პრისონერები წავართვათ ნომეცი ბარემესაც გამომადგება პარტახანდი ისევ ჩვენ დავიტოვოთ მოდით ბიჭო აქ ეს ციხესიმაგრე შემოარტყეს ალყა აუ აქ შევიდნენ სო არა უნდა გავანადგურო იმ ტიპეს თუ დავკარქავ თავიდან დავებრუნებ ეს არმია უნდა გავანადგურო აუ გამოდით თქვენ სულელებო და ავანტყოფებო რა დაგერხათ ხო არიცით და ბრალეთ თქვენ თავს რაც მოგივიდა მაგას ჯობდათ ველზე გვებრძოლა ოკეი ტრუპები უცბად აუ 262 კაცი მოგვიყვნა აი არა უშავს ამაგიეროთ ტყვეთ ჩავარდნილი ჩვენიანები გავათავისუფლეთ ეგასტორებს აი მოდი ამას ხვალს მივიც კიდევ ერთ-ერთ ჩემს ვასალს დავუთმობ არ არის პრობლემა ამანამდე ამ ტეპეს ციხესიმაგრეში მივალ ამ ალყას მოხსნი აუ ნახეთ რა კაი მედიკები მყავს უბრალოდ მეც საკაიფო მედიცინის სკილები მაქვს მაგრამ ჩემი მედიკები უფრო უკეთესები არიან ეგრევე კაროჩე წამში 100-200 კაცი დაჭრილი ეგრევე ცოცხლდებიან მოკლედ აქ რამდენი არიან აუ მივასწრე თუ მივასწარი შევა და დიფენდინგზე დავდგები და ისე ვითამაშებ ჩასოს მიცეთ ეს აი მარტივი გამარჯვება მოვიპოვეთ საკმაოდ ბევრი ტყვეებიც ავიყვანეთ ხო აი ესენი ამათ ახლა სათითაო დაველაპარაკები ვინც გადმოვაჩემსკენ გადმოვა ვინც არა და წავაძრობ ეგრევე თავს დააბრალონ მე საკუთარ მოჭრილ თავებს რაჭმელი გექნება და აუ ლუთიც კაი აქ მოდი ყველაფერს ავიღებ აქ ნებში აი ახლა წავალ ყველას დაველაპარაკები მანამდე ცოტას დავისვენებ არმია მოიხოდება ესე რო თქვა და აქ სად გადავიდე ეხლა აქეთ შვიდობა არის აქეთ ასე რაი ვაფშე რას ჩალიჩავს აი ამ ლაიკის ციხესიმაგრე შემოარტყა ეგ არაფერი რა ეგეთ დიდი პრობლემა ეხლა ჩემთვის არ არის ახეთ რა ერთი ციხესიმაგრე და ორი ციხესიმაგრე უბრალოდ და ერთი ქალაქი დარჩა და აქ ალყა არის როგორც ჩანს აქ სამხრეთის იმპერია მოვიდა ხო კაი მე მაშინ აქ წავალ სხვა გზა არ არის ეხლა სამხრეთის იმპერიასთან ურთიერთობას არ გავიფუჭებ ერთი ქალაქის გამო მაგრამ იმედი მაქვს ამას ვერ აიღებენ რავი რამდენი არიან ვერ ხედავ ესე როგორც ჩანს ვერ ხედავ ოკეი 1000-ნი არიან თან დაიწყეს უკვე ბრძოლა მონჩუგი გამოექცათ ვაფშე ეს მონჩუგი უნდა დავიჭირო და თავი უნდა მოვაჭრა არ მაინტერესებს კაი დავდგები ახლა ფისეიძე და ეგა ღმერთო ჩემო თქვენ რო იცოდეთ რამდენჯერ მომიწია მარტო ამ ვაჟბატონის გადმოპირების გამო ახალად შემოსვლა სეივიდან აი არ ვიცი რა ალბათ წაშლიდით ამ თამაში როგორც იქნა ესეც გადმოვიბირე რა როგორც იქნა ძალიან ცუდი ურთიერთობა მაქვს ყველასთან რადგან ხუზაიტების უმეტეს ლორდებს დავაჭერი თავი აქედან გამომდინარე მქონდა რაღაც შანსები მაგრამ უმეტესობა იყო რავი ფატალურად მთავრდებოდა რა არ მეთანხმებოდა და ძვლიებს როგორც იქნა გადმოვიყვანე თასლურ ბეგიც გახდა ჩვენი ვასალი ეგ არის ტრუპები უცბად 124 კაცი მოკვდა არა უშავს სამაგიეროდ 158 მებრძოლი გაძლიერდა ახალ ლეველზე წავიდნენ ჯიგრები
აი ესე. აი მოდი ამასაც ხას მივცემ. არც მაგის პრობლემა არ არის. 622 ვართ. ეხლა არმია კიდე გამოჯამრთელდება. ხო, როგორც ჩანს სამხრეთის იმპერია აღარ აპირებს ამ ტერიტორიის აღებას. კაი, მეწავართ, მაგრამ ის ნახეთ რა გლახა ჩაგვეთხარდნენ აქ. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ბიჭო რა ჯანდაბა უნდოდათ. ოკეი, არ ვიცი რა უნდოდათ, მაგრამ არა უშავს. კულოვინგებს მივცეთ ეს ტერიტორიაც. ეგრე გამოდის რომ სამხრეთის იმპერიას როცა ომს გამოუცხადებთ თუ მანამდე არ წაართვეს ეს ტერიტორია ორტონგრადიდან დავიწყებთ სამხრეთის იმპერიის განადგურებას. აქ ვაფშე რამდენი არიან? 536 კაცი. ბოლო 536 კაციღაა დარჩენილი. აი ამ ხუზაიტების უკანასკნელ ციხეზე და აქ რა ხდება? ალყა საჩემო გვერდს მიზიაში. როგორც ჩანს ისინი არიან ის აჯანყებულები. კაი, ალბათ ეს არმია მივა და დაიცავს. ეგრევე ვფიქრობ. რავი, მოკლედ ოკუპანტები ვართ რა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მე ბუდიში რომ საქართველოს უწოდებ ოკუპანტებს, მაგრამ ამ თამაში ოკუპანტები ვართ, იმიტომ რომ ჩვენი არც არაფერი არ იყო, ავიღეთ, ავჯანყდით და ვანადგურებთ ლიან კლარდიის მკვიდრებს ესე რომ თქვა და კლარდიის მაპს რა, ვიფხროთ თავიდან ბოლომდე. ოკუპანტები ვართ, აპარაები ვართ, მცოცავი ოკუპანტები ვართ. ამის შემდგომ ალბათ დიდი ალბათობით ხუზაიტებს რო ეხლა გავანადგურებ, დიდი ალბათობით ბოლო ჯერიღა მოვა. ალბათ ასე რა ის გავანადგურებ მერე და შუაში დამჩება ბატანია, დასავლეთ იმპერია და სამხრეთ იმპერია და ვსო, ეხლა ამათ უცებ გაანადგურებთ. ჩემი ვასლები. ამ აჯანყებულებს. თუ ვერ გავანადგურებთ, არც ეგ არ არის პრობლემა, ვნახოთ რას უზავნენ და თუ რამეა შეიძლება ამ ეპიზოდში ეგენიც გავანადგურო. ეგ არის ხუზაიტები გავაქრეთ კლარდიის რუკიდან. ეხლა ხო ვეღარ გაგვიტრაკებენ საქმეს და ეხლაც ხო ვეღარ შეგვაწუხებენ. რამდენი ხანია გვაწვალებს ეს ხუზაიტები რა, რამდენი ხანი გვაწვალებდნენ უფროსორად და ეგ არის. დავტკბეთ უბრალოდ ეხლა ამ სანახაობით. 1109 წელს გიორგი მე-13 მორიგის სამეფოს არსებობა დაასრულა კლარდიაში. მორიგის სამეფოს აღსასრული მოკლედ რა, მორიგი. ეგ არის. ეს პატარ-პატარა კლანებმა გამოგვიცხადეს ომი. ეგ არაფერი დავიჭერს ათითაოდ ან დავხოცავ ან საერთოდაც მშვიდობას ზავს დაუდებ უფროსორად. აი შეხედით უკვე რამ ხელაზე გავფართოვდით, შეხედეთ. აი ეს დაიკიდეთ, ეს სამი ქალაქი. ჩარასიდან რო დავიწყოთ დააგვირდით. აი ასე ლამაზად. ოდოკამდე სულ ყველაფერი ჩვენია. აი აქ ეს სამი სახელმწიფოა ჩვენი კიდე. ეხლა რა გამოვა, ამათ გავანადგურებ, დიატამას წავართმევ. ეხლა მე მიზიაში გადავალ მაინც. აქედან ალყას მოხსნი არ მინდა რომ ეს დავკარგო. ამ აჯანყებულებს გავაფრობ. ეს არის ჩემი მიზანი. თუ არ დამეზარა ამ ეპიზოდშივე, თუ არა და შემდეგი ეპიზოდიდან და შეუდგები ასე რაის განადგურებას. შეიძლება ერთ ეპიზოდში ვეღარ გავანადგურო ასე რაი, მაგრამ შევასუტებ ძალიან. და ბოლოს რა რჩება? ეხლა ჩავთვალოთ, რომ ესეც გავანადგურეთ, ასე რაის გავანადგურეთ, გვჩება ბატანია, დასავლეთ იმპერია და სამხრეთის იმპერია. და თითქმის უკვე ჩვენი სერიაც დასასრულს უახლოვდება. კი ბატონო, მიზია ვერ აიღეს მომწონს. დააბრალო საკუთარ თავს. ეხლა მე აქ ჩავალ ბარემ, ამ ეპიზოდში ამ ქალაქსაც ავიღებ. ცოტა არმიას დავარეკრუიტებ გზაში და ეგაა რა. აი, ცოტა არმია გამოვიძახე. და აგერ ამას დავესხმები თავს, ვაფშე თუ დავიჭირე. მოდით აქ ჯიგრებო, მოდით სადგარბი ხართ. ეგ არის, თქვენ საცოდავებო, ჩემს კი გადმოხვალთ? ეს თვითონ მეფე არის, არიონი. უი, რა მოხდა არიო? აუ, რა გაუკვირდა ძმა, ტიპს, გეგონება ჩემი მტერი არ იყოს. ხო, როგორც ჩანს ეს მეფე არ ყოფილა, მაგრამ სამაგიეროდ გახდება ჩვენი ვასალი. ესეც გადმოვიბირე. აი, ნახეთ, ეს გადმოვიყვანე და გაოსი ციხესიმაგრე გახდა ჩვენი. და პიკაონდის დაშე. აუ, რა მაგარია. ეგ არის მოკლედ მეგობრებო. აქაც ჩამოვიღეთ კედლები, საკმაოდ ბევრი ვართ. ჩვენი ვასალიც გვეხმარება. 132 კაცი მოკვდა, იმედია ჩემ ვასალს მოკვდა და მე არა. ლუთი დაუტოვოთ, მოდი.
ამასაც დაუტოვებ. ვისიც უნდა იმისი იყოს. 8-7 კაციანი არმია შეკრიბა ეხლა ამან. საიდან მოასწრო ძმა 8-7 კაცი შეკრიბა. ოკეი, დიატამაში წავალ. და ესე იგი რა გამოდის ეხლა? ამას მივცე მოდი. ურთიერთობები კარგი გვაქვს. ურთიერთობები არ გვაკეთება ჯერჯერობით. ესე იგი რა გამოდის, რომ ამ ეპიზოდში აი დაუგნებდნენ საერთოდ ესენი. ამ ეპიზოდში მე გავანადგურე ხუზაიტები და გავანადგურე ესენიც. აი ეს აჯანყებულებიც. შვენიერი, ეხა უცბად. პატარა ჰაკი გამოვიყენოთ, საჭმელი წავართვათ, რაც აქვთ. ამ საცოდავებს და ეს უკანასკნელი ქალაქით წავართვათ. მანამდე ის 800 კაცი სადღაც მიდიოდა. მე მგონი ჩემი ერთ-ერთი ციხესიმაგრის აღება უნდათ. მაგასაც გადავრჩები თინათინიც გაგვეზარდა. აი ეს კილები მივცეთ, ეხა დიდად არ დავკვირვებულა რა მივეცი, მაგრამ იყოს. ოკეი, ეხა საჭმელს წავართმევ და 1-2 გაულახავ და ვსო რა. კაი, შევიდეთ ეხლა დიეტამაში. საჭმელი რაც აქვთ, ვიყიდოთ ყველაფერი. საკმაოდ ბევრი ქონიათ. მოდი ამათაც ვიყიდი, რომ იქნება სულ აღარ დარჩეთ, ვაფშე აღარაფერი. ეგ არის. უილა უხარიათ ჩემთან ზავის დადება. მოდი ჯიგრებო განუხარ ჩემ ხარეს. არ გავთ, არ გაინტერესებთ და აბრალე საკუთარ თავს. თქვენ საწყლებო, რა დღეში ხარ თქვენ ხო არიცით? ნარანარანი, აგართვით სალამი. აი, ოკეი, ბისეიზე დავდეკით ერთი დღის საჭმელი დარჩათ. საერთოდ აღარ აქვთ უკვე 1600 კაცნი კი იყვნენ. თითქმის ჩვენდენი ესე რომ ვთქვათ. მაგრამ არაფერი ამათ აღარ უშვებს. სალამ ეხა მე კედლები მოუნგრიო და კატაპულტები მოუნგრიო დიდი ალბათობით. ამათი მორალის დაეცემა ძალიან და არმიასაც დაკარქავენ. ჩემი არმია იზრდება და იზრდება, იმიტომ რომ დაჭრილები ვინც იყო უკვე გამოჯამრთელდნენ და გამოჯამრთელდებიან თითქმის ეს ჩემთან მოდიოდა და რამდენი არიან გაანადგურეს ეგრევე თქვენ აიყვანეს 1479 კაცზე ჩამოვიდნენ. ოკეი, აქ მე მგონი ვაფშე შევალ ეხლა უცებ კედლები მოუნგრიო ერთი. ლაგეტა დაიბრუნეს ჯიგრემა ვის. მოდი მივცეთ ვინ არის ესა სიჩანის. მივცეთ დაუთმოთ არ არის პრობლემა. ოკეი, ეგ არის. კედლები აღარა აქვთ. 1600 კაციდან 1054 კაცზე ჩამოვიდნენ. იმ კატაპულტას აშენებას ვერც მოასწრებენ და მოდი კაი ვიდეოს ბოლოა და შევარდეთ და ვიბრძოლოთ რა მოკლედ. ეგ არის მოკლედ ეს დიატამაც ავიღეთ. კიდევ ერთხელ ბოდიში მინდა მოგიხადოთ, იმიტომ რომ შევედი ვიბრძოლე, მაგრამ სამწუხაროდ ისევ იგივე პრობლემა დაეწყო ამ OBS არ ვიცი რატო. კიდე გაითიშა ვიდეოს გადაღება, მაგრამ ეგ არაფერი, ამჯერად მთლიანი ეპიზოდი არ გაფუჭებულა, რაღაც კონკრეტულად 15 წუთი აღარ ჩაიწერა მარტო. კაი, ეს დიეტამაც ავიღე, არმია დავშალე ეხლა და მოკლედ მე რაც მინდა არის ის, რომ ბევრი ტყვეები ავიყვანე, ამ ტყვეებს ზოგს შევეცდები რომ გადმოვიბირო, თუ გადმოვიდნენ ჩემ ხარეს, გადმოვი, თუ არა და ყველას თავებს დავაკრევინე მოკლედ. და ცოტა შიდა პოლიტიკას მინდა მივხედო, რამოდენიმე კანონი მინდა რომ შემოვიღო, ზოგი გავაუქმო და ასე შემდეგ და ჩვენ ომი გვაქვს ასერაისთან ამ მომენტში მარტო. ერთი წამით, აი ნახეთ ასერაისთან გვაქვს ომი, ეს ლაგეტა ძალიან ბევრჯერ დავიბრუნეთ, დავკარგეთ უკვე. დიდი ალბათობით აქ აუ ნახე რა ხელაზე შემოსულან უკვე. აი ეს ჩვენი ტრაქტორის ციხესიმაგრეს წაგვართვეს. აი ხო ეს ლიაკისის წაგვართ. ეს ლიაკისის წაგვართვეს, ლიაკისი. არავინ არ გადმოვიდა ჩემს ხარეს, აქედან გამომდინარე დავაჭერის ყველას თავები. მოკლედ მეგობრებო, ესეც ასე მე-14 ეპიზოდიც მიიწურა, დღეისათვის სულ ეს იყო, უცებ შეჯამება რო გავაკეთოთ, ეხლა რა როგორ მოხდა და რა გავაკეთეთ. ხუზაიტებთან მქონდა ბრძოლა და გავანადგურეთ თავიდან ბოლომდე ხუზაიტები, როგორც იქნა, ნერვებს აღარ მოგვიშლიან, ვეღარ შეგვაწუხებენ ხუზაიტები, აქ ესე ორტონგანდი წაგვართვა სამხრეთის იმპერიამ. აჯანყდა ვესტერნ იმპერია. აქედან გამომდინარე აუჯანყდა უბრალოდ ვესტერნ იმპერიას თავისი ერთ-ერთი ვასალი და ჩვენ დაუწყეთ ომი. და მოკლედ ეს აჯანყებულებიც გავანადგურეთ თავიდან ბოლომდე. საერთოდ ეს პიკაონი და აი ეს გაოსის ციხესიმაგრე უბრალოდ ერთ-ერთი ვასალი გადმოვიბირე ჩემ ხარეს და იმის ტერიტორიები იყო და მე დამითმო. რაც მშვენიერი არის. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო, შემდეგი ეპიზოდიდან უკვე ასერაისთან გვექნება ბრძოლები
თუ მოგეწონათ დღევანდელი ეპიზოდი, ჩემი თხოვნა იქნება გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო და დატოვოთ კომენტარი. ჩვენ კი შევხვდებით მე-15 ეპიზოდში. მადლობა ყველას და ნახვამდის.